მოგესალმებით ხალხო, მოკლედ სიახლეა, ვისაც ძველი YouTube mentorship-ის ვიდეოები გინდათ და ნოლიდან გინდათ საერთოდ სწავლა, რადგან ეს mentorship-ი, რომელსაც ახლა ვატარებ, ნოლიდან არ არის, შეიძლება შემოხვდეთ ჩემთან Discord-ზე, აქციებზე, რომელიც ლინკიც აღწერაში იქნება, გაიაროთ ვერიფიკაცია, ჩამოხვალთ YouTube private-ზე, გადახვალთ და მთლიან YouTube-ის mentorship-ის ვიდეოებს ნახავთ რა, რომელიც ალნისტეცია. და მხოლოდ შეგეძლებათ აქედან ნახო. ეხლა კიდევ გადავიდეთ. მოკლედ წინაზე აგიხსენით მე სტრუქტურა, რომელიც ბოლომდე არ ავხსენი, რადგან უფრო დაწყლებით მინდა ავხსნო და უფრო კარგად მინდა ავხსნა მომდევნო, ასე ვთქვათ, ვიდეოებში და დღეს განვიხილოთ მარკეტი რა, რა გააკეთა მარკეტმა და როგორ იმოძრავა მარკეტმა, ხო? სტრუქტურიდან გამომდინარე, რომელიც მე აგიხსენით. ეხლა რომ შევხედოთ weekly-ზე, monthly-ზე, ნახეთ რა ხდება. წინაზე აგიხსენით, რომ swing high და swing low-ებზე არის იგივე short term high და short term low-ები, ხო? აქ გვაქვს short term low. ნახეთ, რომელიც მარკეტმა გასვიპა, ჩამოვიდა და შემდეგ აქედან დაიწყო დიდი displacement-ი ზემოთ და გაგრძელდა ზემოთ მოძრაობა რა. მოდი ახლა dealing range დავამატოთ და გადავიმეოროთ, რომელიც უკვე ახსნილი მაქვს mentorship-ზე. რა არის dealing range რა? dealing range არის სადაც ზომოთ low და high-ებს, ან high-დან low-ებს ისეთ მოძრაობს, საიდანაც დაიწყო დიდი displacement-ი და ვიგებთ პრემიუმ და დისკაუნტს, ხო? რატომ მუშაობს ეს პრემიუმ და დისკაუნტი? ახლა უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ. რადგან როგორც იცით, მარკეტი მოძრაობს დროთი და ფასით. გარკვეულ დროს გარკვეული ფასია და გარკვეულ ფასზე აქვს გარკვეული რეაქცია, ხო? რადგან ინსტიტუციები ზოგადად და ისეთი ალგორითმი რა, ამ სანთლებს არ უყურებს, ხო? ჩვენ უყურებთ სანთლებს უბრალოდ იმიტომ რომ რაღაც ასე ვთქვათ ნაბიჯებია დატოვილი, საიდან შეგვიძლია ფასი დავაპრედიქტოთ. ეხლა, ამ ფასზე, ხომ, რატომაც მოხდა რეაქცია, არის ის მიზეზი, რომ უკვე დისკაუნტ ფასია, კარგი საყიდი ზონაა. როგორ უნდა გავიგოთ ეს კარგი საყიდი ზონები და ეს კარგი გასაყიდი ზონები. ეხლა, სადაც არის დიდი მოძრაობები, როგორც გითხარით. ნახეთ, მაგალითად აი აქ რა. აი აქედან უკვე დაიწყო დიდი displacement-ი ზემოთ. და აქედან რატო ვიღებ და არ ვიღებ აქედან, ხომ? რადგან ნახეთ, აქედან დიდი displacement-ი დაიწყო, შემდეგ მარკეტი გადავიდა აკუმულაციაში, ანუ დაგროვების ფაზაში. დაგროვების ფაზა იმ მომენტში ხდება, როცა მარკეტს ალგორითმს შეყავს ხალხი შეცდომაში, რომ არის თან ბულიში, თან არის ბერიში. და ხალხი აქ ყიდულობს, თან ყიდის, ხომ? ლიკვიდით გროვდება. შემდეგ აკეთებს მანიპულაციას და შემდეგ იწყება ნამდვილი მოძრაობა. როცა ნამდვილი მოძრაობა იწყება, აქედან დაიწყო displacement-ი, შეგვიძლიათ გავზომოთ low-დან high-მდე. როცა low-დან high-მდე ვზომოთ, 50%-ის ქვემოთ არის დისკაუნტი, 75%-ის ქვემოთ არის super დისკაუნტი და პირიქით, ხო? თუ high-დან low-მდე ვზომოთ და გვინდა გავიგოთ პრემიუმი, 50%-ის ზემოთ არის პრემიუმი და 0.25 ეს შემეშალა უნდა იყოს დატრიალებული რა, პირიქით. ეს 0.25%-ის ქვემოთ არის super discount, 75%-ის ზემოთ არის super discount. super პრემიუმი ვწვროთ. ნახეთ რა ხდება, აქ გვაქვს თან liquidity. თუ წინა mentorship-ს უყურეთ, აქ არის low resistance, რომელიც მარკეტმა უნდა ჩახსნას. ეს low resistance ჩახსნა, ასევე ჩამოვიდა discount-ში და დაიწყო დიდი displacement-ი ზემოთ. შემდეგ დიდი displacement-ი რომ დაიწყო, გვაქვს ახალი low და high. ეს low, ეს high. მარკეტი აღარ ჩამოვიდა discount-ში, ხო? რატომ არ ჩამოვიდა discount-ში მარკეტი? რადგან როცა მარკეტი discount-ში აღარ ჩამოდის და არ ისპექტებს ზემოთა ზონას 50%-ის ზემოთ, ეს იმას ნიშნავს, მარკეტი არის ძალიან ბულიში. ზუსტად მაგიტომ მქონდა ამხელა displacement-ი აი ამ ზონიდან. რადგან აღარ სჭირდებოდა რომ მიეცა კარგი საყიდი ფასი. ერთხელ უკვე მიცა და მეორედ უკვე აქედან აქ თუ ჩამოვიდოდა მარკეტი, ეს იმას ნიშნავს, რომ გადავიდოდა უფრო გრძელვადიან აკუმულაციაში. რაც, რა თქმა უნდა, არ გვაწყობს, ხომ? ან შეიძლება დაწყებულიყო reversal-ი და საერთოდ წამოსულიყო ქვემოთ და ჩაიხსნა low-ები. ზუსტად მაგ მიზეზის გამო გააკეთა ამხელა displacement-ი და შეიქმნა ახალი range-ი, ხომ? ახალი range-ი, რა range-ი შეიქმნა? ეს low და ეს high. ეხლა რას ველოდებით? რომ მარკეტი ჩამოვიდეს discount-ში, ან მოხსნას ეს low-ები, რადგან ეს კი არის, ასე ვთქვათ,
daily-ზე რა, ეხლა weekly time frame-ზე ვარ, daily-ზე არის intermediate low და არ უნდა ჩახსნას, მაგრამ როცა ვართ პრემიუმში ან ძალიან discount-ში, ხო? ეს intermediate low და high არ არის უკვე დაცულობები. თან ასევე თუ მასლზე ავალთ, უბრალოდ აქ რაღაც inefficiency გვაქვს, რომელიც უნდა ამოუსოს და ეხლა აღარ განვიხილავ ეს რომ feral gap-ია, რადგან წინა mentorship-ზე უკვე ახსნილი მაქვს. და როცა feral gap-ია, ხომ რაღაც სტრუქტურასთან ერთად ეს იმას რომ შეიძლება ჩახსნას, თან ასევე discount-ი ვარ ჩამოსასვლელები და შემდეგ გაგრძელოს მოძრაობა. ეხლა ეს გავიარეთ უკვე daily range. მომდენო liquidity-ის ახსნილი მაქვს, მაგრამ ჩვენ ისეთი მოდელი გვაქვს და ისეთი მოდელი ნახსნა, სადაც დაგვჭირდება კვირის და დღის, ასე ვთქვათ, liquidity, ხო? წინაზე როგორც მომს ახსნილი არის equal high-ები, equal low-ები, swing high, swing low-ები, მაგნიტური ზონები, კარგი liquidity pool-ი. მაგრამ იქ swing high და swing low-ები საიდან მოდის, ხო? მოდის high time frame-იდან. წინა კვირის high და low-ებიდან და წინა დღის high და low-ებიდან. შეხედეთ. ჩვენ თუ აი ამ კვირას ვართ ბერიში, ვუმიზნებთ რას? წინა კვირის lows. რომელიც უკვე მონიშნული მაქვს და daily time frame-ზე ჩავიდეთ, დაინახოთ, რომ ორ შაბათს მოხდა манипуляცია და სამ შაბათს უკვე დაიწყო დისტრიბუცია. სადაც შეგვიძლია გაგვიხსნა short-ი და დაგვემიზნებინა ამ lows-თვის, ხო? ან მურჩებოდით ვაჭრობას, ან შეგვიძლია უკვე daily time frame-ზე ავიღოთ წინა დღის low-ები და high-ები და მაგას დავუმიზნოთ. ამ მომენტში სამ შაბათს დიდი მოძრაობა ქონდა, ხო? უკვე 4 შაბათი იყო აკუმულაცია. ესე იგი ველოდებით რას? 5 შაბათს და პარასკევს. 5 შაბათს ავიდა მარკეტი, რომ გავზომოთ high და low. ავიდა მარკეტი პრემიუმში, დაარესპექტა ასევე ეს feral gap-ი და შემდეგ წამოვიდა ქვემოთ. უკვე შეგვიძლია ის დაგვიმიზნებინა წინა დღის low-ებისთვის. 5 შაბათმა ვერ ჩახსნა, მაგრამ შეგვეძლო პატარა ტარგეტი მოგვხსნა, რადგან ამ ხელა მოძრაობა საერთოდ არ გჭირდება რა. ეს არის ძალიან დიდი მოძრაობა. ერთ წუთიანზე როცა ვაჭრობთ, ამ ხელა მოძრაობა არ გჭირდებათ. შეგეძლოთ წინა 4 საათიანი აი ამ low-ისთვის დაგიმიზნებთ, რაც short term low-ა რა, მოკლევადიანი low, რომელიც უნდა ჩაიხსნას. მაგრამ პარასკევს უკვე შეგეძლოთ ამ low-ისთვის დაგიმიზნებინათ და ნახეთ რა კარგი, ასე ვთქვათ, სტრუქტურა გაქვთ თან. ავიდა მარკეტი პრემიუმში, შემდეგ დაიწყო displacement-ი, დაიტოვა high, low, ავიდა მარკეტი ისევ პრემიუმში, დაარესპექტა ეს feral gap-ი, 1 საათიანზე დაგვილაგა სტრუქტურა, რაც აგიხსენით, short term high, short term high, short term high, ანუ ეს გამოდის intermediate high და დაიწყო დისტრიბუცია ამ low-ებისკენ. და ჩახსნა ეს liquidity, რაც ძალიან მაგარი setup-ი გამოვიდოდა რა. თქვენ თუ ამ trade-ს აიღებთ, მაგრამ ეს მოხდა სად? აზიაზე მოხდა რა, ეს თლიანი მოძრაობა მოხდა აზიაზე. და აზიაზე არის ვაჭრებდით და მაგასაც ახსნი რა daily profiles, აზია, ლონდონი, ნიუ-იორკი, PMI, ლანჩი და ასე შემდეგ. ამიტომაც ახლა რა გვაქვს სავარჯიში? პირველ რიგში, რომ სტრუქტურა კარგად დაინახოთ და daily range-თან ერთად გააერთიანოთ რა. ეგ იქნება თქვენი სავარჯიში. და რას აკეთებთ? ნახეთ, ზომავთ lows და high-ებს. აქ შემდეგ გადადიხართ რაღაც time frame-ზე და ეძებთ intermediate lows. და შემდეგ რა ქნა მარკეტმა რა. შემდეგ იღებთ ახალ lows და high-ებს და ეძებთ intermediate lows და რა გააკეთა მარკეტმა. და ნიშნავთ swing high-ს და swing low-ს, სადაც liquidity